ტრამპმა ივანაშვილის პირობები წამოუყენა. დიახ, ეს გახდა ცნობილი დღეს, როცა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უპასუხა ჯო უილსონის კონგრესმენის, ცნობილი კონგრესმენის შეკითხვას, სადაც ჯო უილსონმა უთხრა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის პოლიტპატიმრები, სადაც დემოკრატია ფეხბურთში გათელეს, სადაც მეგობრობს მმართველი რეჟიმი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის ტერორისტულ რეჟიმთან. რადგან რუბიომ უპასუხა, დიახ, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ეს შეშფოთება გამოთქვით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, რაზეც მივიღეთ თანხმობა, რომ ეს აღარ გაგრძელდება. დაუკვირდით, მეგობრებო, რუბიო პირობები წამოუყენა კობახიძის მთავრობას და მან მიიღო პირობა კობახიძისაგან, რომ საქართველო აღარ გაეტენება ტრაქში ჩინეთის კომპარტიას და ირანის აიათოლების ტერორისტულ რეჟიმს. პირობები იქნა აღიარებული. რუბიომ გააჟღერა ეს პირობები მთელი მსოფლიოს წინაშე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას. და პლუს ამას შეგიძლიათ დაუმატოთ შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, უბრალოდ ეს დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებისა, გავრცელებული იქნა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ, სადაც ლაპარაკია საქართველოში ოპოზიციის არსებობის აუცილებლობაზე და მის ფუნქციონალურობაზე. ანუ ქვეყანაში ოპოზიცია რო იყოსო, ეს არის ამერიკის პირობაო. თუ საქართველოს სურს გეოსტრატეგიული ურთიერთობები აღადგინოს შეერთებულ შტატებთანო. ანუ არ გამოვა ერთად ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან უკანასკნელი ძრომა, აიათოლების ტერორისტულ რეჟიმთან ჩახუტება, პოლიტპატიმრები ციხეში, დრაკონული კანონები და მაგალითად ეს ტროტუარზე დგომისთვის ციხეში ჩაყრა ხალხის, ეს ყველაფერი ერთად სამხარეს და მეორე მხარეს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება ვერ დალაგდება. ამას ვამბობ, ამით თვეებია. პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ ხოძბანდას და მიიღო კობახიძისგან თანხმობა, რომ ამას შევცვლით, რადგან ჩვენ ვართ დაინტერესებული შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენით. ჰაბურთი და ჰამოედანი. ჩვენ ხო ვიცით უკვე რა ხდება რეალობაში. თავად რუბიომ განაცხადა ეს, აღიარა, რომ მან პირობები წაუყენა ხოძბანდას. გილოცავთ